საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე 42 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. ასევე ნარკოტიკული ნივთიერებებს რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პევები, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა და სხვა. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა შენახვის, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლები პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლები პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულების ნაწილის პატიმრობა უკვე შეუფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლისამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს.